ეხლა მივიდეთ მიხოსთან, რომელიც ასევე დღეს გუნდთან ერთად პირველად ვარჯიშობს, მანამდე იყო კოორდინატორი ფიდერლაბის გუნდის. გამოცდილება ძალიან მცირე აქვს. ეს ქორჭილის დღე არის მე მგონი, იმიტომ რომ ქორჭილის გარდა არაფერი არ ყოფილა. ძალიან აქტიურობს. შორ დისტანციაზეც და ახლო დისტანციაზეც. აი ეს რო არ გქონდეთ, ჩათვალეთ რომ ჩაწყვიტავთ სადავოს ქორჭილასთან. აი ეს საჭირო ნივთი არის. ხო გითხარი შენი, ხო? რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას თევზაობაში, ხალხო მე ბავშვობიდან თევზაობ, მაგრამ როგორც პროფესიონალურად ეხლა დავიწყე და გეტყვით რომ რადიკალურად განსხვავდება რა. აი საწყის ეტაპზე არ არის საოცრება, აი ხედავთ თავარია ეს გრძელი გასაშალი ბადე რომ თევზი ცოცხლად იყო შენახული, უსაფრთხოდ და ცოცხლად გადარჩევს თავარია. თავარია კიდევ ასე თუ ისე ცოტათი კომფორტული სკამი, იმიტომ რომ 5 საათი გიწევთ ტურნირზე ჯდომა და თუ დისკომფორტი შეგიქმნა ჩათვალეთ რომ ჩააგდებთ. და აგრეთვე მინიმალური ალბათ ორიანკესი კარგი იქნება, იმიტომ რომ სროლისას რამე რო გაგიტყდეთ, გაწყდეს, უცბად მეორე ანკესი ხელში უნდა გქონდეთ. ხა ჩემი მანქანა შემართალია, მაგრამ ნუ ეს ვარჯიშია და მაგით. ხო, ვარჯიში არის. სხვას რა ვიცი, ისეთი ადრენალინია, როცა აი საჯი დაიძახებს, აი მანდ მიხვდებით, რომ იწყება ყველაფერი. პირველ რიგში სპორტში იმიტომ უნდა მოვიდნენ, რომ ბუნება დააფასონ, მიხვდებიან, რომ ყველაფერი სხვანაირად არის სპორტულ თევზჭერაში და რჩევა ის იქნება, რომ ხშირად დაესწრონ ტურნირებს. აი უკნიდან ცოტა შორიდან რო უყურენ მოთამაშეებს, მოთევზავებს, ესე რომ ვთქვათ, ცოტა რაღაცებს ისწავლიან. ტურნირის დროს, ხო? ტურნირის დროს აუცილებელია. ხო, საქართველოს ჩემპიონატზე ფიდერლაბის კოორდინატორი იყო 1 წლის განმავლობაში და შემდეგ გადაწყვიტა, რომ უკვე ასტაფურცელით უნდა იაროთ ტურნირებზე ხალხი. ყველაფერს ისწავლეთ. კი, ჩაიწერ. წარმატებები მიხო საქართველოს თასზე იღებს მონაწილეობას. წარმატებები ყველას ვინც პირველი ტურნირია მისთვის, სადაც უკვე აქტიური მეთევზე სპორტსმენი იქნება.